მოგესალმებით. გადაცემა ჯანმრთელობა და მე მისი წამყვანი ექიმი სოფო კაჭარავა. გრძელდება ჩვენი გადაცემათა ციკლი პირდაპირ ეთერში. შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენ ტელევიზიაში სტუმრად გვყავს ქალაქ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოს ექიმი რადიოლოგი ქალბატონი ნინო მოსულიშვილი და ექიმი ბაქტერიოლოგი ქალბატონი ნათია დევდარიანი. დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. მადლობა. ქალბატონო ნათია, ბაქტერიოლოგია რა არის? მოკლე განმარტებით მაყურებლისთვის უფრო გასაგები რო იყოს ჩვენი შემდგომი კითხვებზე პასუხი განმარტოთ მოკლედ რა არის ბაქტერიოლოგია და რა სამსახურს ეწევით თქვენ? დიახ, მოგესალმებით ყველას. მოგახსენებთ რომ ჩვენი ლაბორატორია, ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია ქალაქ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ფუნქციონირებს 1993 წლიდან. ჩვენ ვემსახურებით თვითონ კლინიკას, ვემსახურებით ამბულატორიულ პაციენტებსაც, ვემსახურებით სტაციონარის პაციენტებსაც. ჩვენი ფუნქცია მხოლოდ პაციენტთა ანალიზების კვლევით არ შემოიფარგლება. ჩვენ ასევე ვაწარმოებთ საავადმყოფოში შიგნით და ასევე სხვა კლინიკებშიც, სადაც ხელშეკრულებით მიმდინარეობს ჩვენი თანამშრომლობა, სანიტარული ანალიზების კვლევა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია რო ახსენებენ, მხოლოდ მე მინდა რომ განვარტო ის მრავალფუნქციური დანიშნულება ჩვენი. სანიტარული კვლევა გეგმიური ხასიათისაა ჩვენს კლინიკაში და ეპიდემიოლოგის ზედამხედველობით და ხელმძღვანელობის მოთხოვნით მიმდინარეობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ პაციენტთათვის, ვინც სტაციონარში იმყოფებიან. ძალიან ესეთი გლობალური პრობლემა არის დაავადებების საავადმყოფოში და ინფექციები და აი ამ ინფექციების თავიდან ასაცილებლად პაციენტთა დასაცავად ჩვენი ლაბორატორია ყოველ გეგმიურად თვეში ერთხელ იქნება ორჯერ თუ რამდენადჯერაც მოითხოვს საჭიროებისამებრ განყოფილებებში აწარმოებს სანიტარულ კვლევებს და ვიცავთ პაციენტებს ამ ინფექციებისაგან და როგორც წესი ეს საავადმყოფოში და ინფექციები რეზისტენტული ფლორით არის გამოწვეული და მათ მიმართ კურნალობა და ბრძოლა უკვე ცოტა გართულებულია და აი ამის თავიდან ასაცილებლად მიმდინარეობს ყოველივე ეს. ეხლა მოგახსენებთ თვითონ ძირითად ფუნქციას ჩვენს ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიის. პაციენტთა უმრავლესობა, რომელსაც გააჩნიათ ეს ინფექციური დაავადებები, ძირითად ექიმები ეყრდნობიან, ძირითადი ექიმები ჩვენს კვლევებს. ანუ თავიდანვე მიზანმიმართულად აგზავნიან პაციენტებს ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიაში, ვიკვლევთ, ხდება მიკრობთა იდენტიფიცირება, კულტივირება, იდენტიფიცირება, ანტიბიოტიკურ მგრძნობელობის დადგენა და შედეგად მიზანმიმართულად გეგმაზომიერად ინიშნება მკურნალობა. ეხლა მოგახსენებთ რასთან არის დაკავშირებული ეს თანმიმდევრობას. პაციენტებმა რო იცოდენ განვუმარტა. ნათია, მამას ვიტყოდით. თქვენი საკვლევი მასალა ძირითადად რა მასალას ვიყენებთ? ანუ თქვენთვის საკვლევი მასალა რა არის? აი ეს ბიოლოგიური. მოგახსენებთ იმის მიხედვით თუ სად არის ინფექციური პროცესი და პაციენტთან ინდივიდუალურად რა თქმა უნდა, იმის მიხედვით განსხვავდება თვითონ ანალიზის საკვლევი მასალაც. დიახ, თუ საქმე გვაქვს ზედა სასუნთქი გზების ინფექციასთან, ხდება ცხვირის, ხახის, ნაცხის ბაქტერიოლოგიური კვლევა, თუ ბრონქების ფილტვების პათოლოგია, ნახველის კვლევა ხდება, თუ პლევრიტებია, პლევრის პუნქტატის კვლევა, შარდგაუნყოფი სისტემების ინფექციების დროს ვიკვლევთ შარდს და სხვა ნეიროინფექციების დროს თავზურგტვინის სითხის კვლევა ხდება. ნებისმიერ ინფექციის თუ ეჭვი არის სეფსისზე, მაშინ სისხლის კვლევა ხდება. მოკლედ ნებისმიერი არედან, საიდანაც ნებისმიერი გამონაყოფიდან ხდება, მაგრამ ბაქტერიოლოგიური კვლევა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სუსტი წესების დაცვით უნდა მოხდეს ამ მასალის აღება. ამას ძალიან ხალხსგანთმით აღნიშნავ, იმიტომ რომ სპეციალისტის მიერ უნდა მოხდეს ამ ანალიზის აღება. თუ დაირღვა წესი ანალიზის აღების, შეიძლება ანალიზის შედეგი იყოს განსხვავებული, ანუ არა რეალობასთან დაკავშირებული და შეცდომაში შევიყვანოთ ექიმიც და პაციენტიც. ამიტომ აუცილებლობას წარმოადგენს, თუ არ ხერხდება პაციენტი
ესეთ მდგომარეობაშია რომ თვითონ სპეციალისტი, მაშინ ვუხსნით აუცილებლად მის თავთქმულს როგორ უნდა მოხდეს, როგორი წესების დაცვით, თუ არა და ჩვენ თვითონ მივყვებით და აუცილებლად ყველანაირი წესების დაცვით ხდება აღება ანალიზის. მოგახსენებთ ასევე იმასაც, რომ ანალიზის აღების შემდეგ მიმდინარეობს ბაქტერიოლოგიაში კვლევა ამ ანალიზების, მიკრობთა იდენტიფიცირება და საბოლოო ჯამში ძალიან მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში არის ის, რომ ვადგენთ ანტიბიოტიკოგრამას. თქვენ მოგახსენებათ, რომ ჩვენი საუკუნის ძალიან მნიშვნელოვანი ანტიმიკრობული საშუალებები ხელმძღვანელობთ კლინიკაშიც თვითონ კურნალი ექიმებიც რასაკვირველია უამრავი ჯგუფი ანტიბიოტიკების არსებობს რომელსაც კურნალი ექიმები იყენებენ ზოგჯერ ემპირიულად ანუ ზოგავენ პაციენტს არ უნიშნავენ ბაქტერიოლოგიურ ანალიზს მე მესმის რომ ზოგისთვის შეიძლება თანხებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს მნიშვნელოვანი იყოს მაგრამ ზოგჯერ ემპირიულადაც მკურნალობა ძალიან შედეგიანიც არის ხოლმე არის მაგალითად 2015 წლის ახალი სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო რომლის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელოს ექიმმა სადაც არის მოცემული მიკრობთა სახეობების მიხედვით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა ძირითადი ანტიბიოტიკებით და ასევე სარეზერვო ანტიბიოტიკებითაც, მაგრამ ზოგჯერ და უფრო ხშირად ვაწყდებით ისეთ შემთხვევებს, როცა აუცილებელი ხდება გარკვევა იმ გამომწვევის სახეობის, ანუ რა მიკრობით არის გამოწვეული ესა თუ ის ინფექცია. ზოგჯერ ინფექცია უამრავი სახეობა მიკრობების, რომელზედაც ჩვენ მუშაობთ, მოკლედ რომ ვთქვათ, არის სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, ენტეროკოკები და ენტერობაქტერიების რიგი მიკრობების სხვა სახეობებისა. და ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც ექიმი უნიშნავს პაციენტს არ იცის, რომელი მიკრობით არის გამოწვეული ინფექციური პროცესი, უნიშნავს პაციენტს ანტიმიკრობულ თერაპიას ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით და ამ დროს შეიძლება საერთოდ არ იყოს საჭირო გრამდადებით ბაქტერიები ძირითადად ძალიან ისეთ დამზოგველი ანტიბიოტიკებით შეიძლება მათ მიმართ მკურნალობის წარმოთვა და ის სახსრებსაც პაციენტის სახსრებსაც დაზოგავს და თვითონ ჯანმრთელობასაც დაზოგავს რასაკვირველია. მოგახსენებთ ალბათ გაინტერესებთ მაყურებელს აინტერესებს როგორ უნდა მოხდეს ანტიბიოტიკის შერჩევა. ანტიბიოტიკი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც აღვნიშნეთ, მაგრამ მას აქვს უარყოფითი თვისებებიც. შეიძლება ანტიბიოტიკმა პაციენტზე იმოქმედოს ნეიროტოქსიური ეფექტი შეიძლება გამოავლინოს ან სხვა ტოქსიური პროცესები და ასევე შეიძლება ალერგიული რეაქციებიც გამოვლინდეს. ამიტომ აუცილებლად ექიმის სპეციალისტის მიერ უნდა მოხდეს ანტიბიოტიკის შერჩევა. ექიმი ამ დროს ითვალისწინებს პაციენტის ასაკს, ითვალისწინებს მის თირკმლის პათოლოგიების იკვლევენ ამ დროს გამოკითხვით რასაკვირველია, ორსულობას, მეძუძურობას, ბავშვთა ასაკს, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა ამის მიხედვით. ექიმი გადაწყვეტს დოზირებას და ხანგრძლივობას ანტიბიოტიკოთერაპიის. ანტიბიოტიკოთერაპიის აი ამ დაგეგმილ ანტიბიოტიკოთერაპიას რა თქმა უნდა სასურველია პაციენტი თვითონ არ შეეხოს და არ შეცვალოს. რასაც ხშირად ვაწყდებით. რასაც ხშირად ვაწყდებით. თვითნებურად დანიშნას და თვითნებურად შეწყვეტას ასევე. ძალიან სხვადასხვა ცვლილებები შეიძლება მოყვეს და პათოლოგიები ამ ყველაფერს. ხანგრძლივად გახანგრძლივებულად თუ მოხდა ანტიბიოტიკის დანიშვნა და მიღება და არა ექიმის დანიშნულებით, შეიძლება წავაწყდეთ ისეთ ფაქტს, რომ გავითარდეს, ანუ საკუთარი ფლორის დარღვევა მოხდეს, დიახ და გართულებები, დისბაქტერიოზი, ასევე სოკოვანი ინფექციების წარმოქმნა შეიძლება მოხდეს. და თვითნებურად შეწყვეტა დროზე ადრე ექიმის დანიშნულების გარეშე ხდება არასრულად დიახ და რეზისტენტული ფლორა ყალიბდება, რაც ძალიან
დიდი პრობლემაა დღესდღეობით ჩვენთვის, იმიტომ რომ ვაკვირდები ძალიან ხშირად უკვე გამომწვევები თვითონ მიკრობები არიან ძალიან ბევრი ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტულები და ფაქტიურად სავალალო შედეგი ეს გამოიწვია არა მიზნობრივად გამოყენებამ ანტიბიოტიკების, ხო? რასაკვირველი არა მიზნობრივად, არა გეგმიურად გამოყენებამ, შეწყვეტამ ანტიბიოტიკის ერთ დღეში, ორ დღეში და შემდეგ სხვა ანტიბიოტიკზე გადასვლამ, ფაქტიურად იმ შეწყვეტილი ანტიბიოტიკის მიმართ ყალიბდება რეზისტენტობა და იმ ანტიბიოტიკით უკვე ამ მიკრობის წინააღმდეგ ვეღარ ხდება შესაბამისი შედეგი და ვერ მიიღწევა. ისე და ისე მივდივართ იქამდე, რომ პაციენტი არავითარ შემთხვევაში თვითმკურნალობას არ უნდა მიმართავდეს და უცებრად ექიმთან უნდა იყოს ის კონსულტირებული და ექიმის შემდგომ დანიშნული მკურნალობით მკურნალობდეს. მაგრამ აქვე არ შემიძლია რომ ეს კითხვა არ დაგისვათ, ანუ თქვენს მიერ აღებული ანალიზის პასუხი გარკვეული დღეები არსებობს, ხო? ანუ აქ არ არის ეს ექსპრეს მეთოდი, ვთქვათ, რაღაც 3 დღე, ხო, მე რამდენადაც ვიცი, მაქსიმუმი 3 დღე. აი თქვათ ის მანამდე 3 დღე, რომელსაც თქვათ პაციენტი არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში და ჭირდება მას ანტიბიოტიკი. ვითმენთ ეს 3 დღე, თუ ვაკეთებთ, ანუ ეს ექიმებისთვისაც, ჩვენი კოლეგებისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება ეს პასუხი თქვენგან. რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში? სადამ თქვენი გრძნობელობა მოვა? დიახ, რა თქმა უნდა, ესეთ მძიმე პაციენტებზე, როცა გადაუდებელია და აუცილებელია, წყვიტავს ექიმი, რომ აუცილებელია მისთვის, მაგრამ აუცილებლად ბაქტერიოლოგიური ანალიზის აღება უნდა მოხდეს ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებამდე. აუცილებლად, მაგრამ ის პერიოდი, ის 2-3 დღე, რა თქმა უნდა, თუ გადაუდებელია პაციენტისთვის და თუ მოსათმენია, რა თქმა უნდა, ელოდება ექიმი, გებულობს შედეგს და იწყებს და თუ გადაუდებელია, მაშინ ემპირიულად იწყებს ექიმი მკურნალობას, ძალიან ხშირად ემთხვევა ხოლმე და გრძელდება, მაგრამ არის როცა აუცილებელი ხდება, მაგრამ გარკვეული დღეების შემდეგ ხდება შეცვლა ანტიბიოტიკოგრამის, რა თქმა უნდა, მკურნალი ექიმის და ბაქტერიოლოგიის ზედამხედველობით მეთვალყურეობით ხდება კლინიკებში. ჩვენთან არის ამის ფაქტები და შეიძლება რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ასე მოხდეს. მაგრამ მე კიდე მინდა აღნიშნო იცით რა, რომ პაციენტებისთვის და მაყურებლისთვის რომ იმდენად დიდ თანხებთან არ არის ეს ბაქტერიოლოგიური კვლევები დაკავშირებული. ჩვენ კლინიკაში მაინც მე ვიცი, სხვა კლინიკებშიც გადამიხედია ფასების, იმდენად დაბალი ფასებია, არ ღირს ნამდვილად დაზოგვათ. იმდენად რამდენადაც ისეთ შედეგებზე გავდივართ შემდეგ ჩვენ ყავს ძალიან ბევრი მადლიერი პაციენტი, ნუ თვეების განმავლობაში რომ მკურნალობდნენ, სხვადასხვა ანტიბიოტიკს იცვლიდნენ და სასურველ შედეგს ვერ ღებულობდნენ. შემდეგ მოსულან ჩვენთან შესაბამისად აგვიღია ანალიზი, მიგვიცია ანტიბიოტიკოგრამა და ძალიან ისე მიზანმიმართულად, სწორად, გეგმაზომიერად მომხდარა მკურნალობა და შესაბამისად პაციენტები არიან კმაყოფილები, შედეგიან და იზოგება თანხაც, დროც და ადამიანის ჯანმრთელობას. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, მე მგონი პაციენტისთვის და ძალიან მიხარია, როცა ვაკეთებ შედარებას მე 2006 წელს დავიწყე ამ სფეროში მუშაობა და იქიდან მოყოლებული უკვე 10 წელზე მეტია, ისეთი მიდგომა არის შეცვლილი საკმაოდ. როცა არა რა თქმა უნდა მაშინაც იყვნენ ექიმები ვინც პატივსემდნენ ამ გამოკვლევას და ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ მის შედეგებს, მაგრამ იმდენად შეიცვალა მიდგომა თვითონ მოსახლეობაშიც და პაციენტ ამ ყავს პაციენტები რომლებიც ექიმისგან დამოუკიდებლად მოდიან ჯერ ანალიზს აბარებენ, შემდეგ ნუ უკვე თითქოს საზოგადოებრივი განვითარებაც უკვე დიახ და მე ასე მგონია რომ თქვენი გადაცემა ძალიან კარგ საქმეს აკეთებს. მე უკვე მესამედ ვარ თქვენთან სტუმრად და ამ თემებზე პერმანენტულად საუბრობთ. ახლა შეიძლება ახალი ისეთი არაფერი ვთქვათ, მაგრამ ეს მოსახლეობისთვის ძალიან ინფორმატიულია, რომ ეუბნები, რომ როცა გაწუხებს ეს, უნდა მიხვიდე ჯერ სანამ ანტიბიოტიკოთერაპიას დაიწყებ და დიახ მიმართო და ეს ძალიან მოკლე დროში ხდება ამ ინფექციას წინააღმდეგ მკურნალობა. აქვე შეგეკითხებით, თქვენ ამბულატორიულ პაციენტებს აწყებულობთ რამდენადაც თქვენ საუბარში გავიგეთ, აქ თუ არის ასაკობრივი შეზღუდვა არ გაქვთ ხო? ბავშვებსაც ემსახურებით და ყველანაირი არანაირი შეზღუდვა, დიახ, ემსახურებით ამბულატორიულად პაციენტებს ექიმებიც საკვირველია მომართვით ააგზავნიან, თვითონაც მოდიან, სტაციონარშიც გაიზარდა ძალიან
მომართვიანობა, პაციენტთა რაოდენობაც და ძალიან გვიხარია, რომ რაღაც კარგი შედეგებზე გავდივართ და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ თითოეული მადლიერი პაციენტი ჩვენთვის არის ძალიან დიდი წინსვლა და გამარჯვება. მე მუშაობ ძალიან ესეთ კვალიფიციურ ექიმთან ერთად, რომელიც წლების გამოცდილება აქვს, ძალიან დიდი წლების, ძალიან ისეთ გამოცდილ ლაბორანტებთან, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დღესდღეობით ნაკლებად ახალგაზრდები ირჩევენ, რატო არ ვიცი, მაგრამ მაინც ნაკლებად ირჩევენ ამ გზას და ეს ძველი გამოცდილება, რასაც მე ვღებულობ ამ ხალხისგან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ, ძალიან დიდი, მე ვთვლი, რომ ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინე მათთან მუშაობით. ეს არის უძვირფასესი ოქროსი. დიახ, და მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ურთიერთობა გვაქვს დაავადების კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და როდესაც ნაწლავური ინფექციების რაღაც პერიოდულად ხდება ხოლმე სეზონურად აფეთქებები, ჩვენთან ხდება ანუ გაგზავნა, ისინი მათ მიაქვთ ეს ანალიზები და ჩვენც პარალელურად ხდება კვლევა და მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 100%-ში ემთხვევა ჩვენი გამოკვლევები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გამოკვლევებს და ისინი არ გვისმენენ ალბათ ახლა, მაგრამ დამიდასტურებენ და ეს ძალიან დიდი დამსახურებაა ჩემი კვალიფიციური თანამშრომლების და ძალიან მიხარია. ძალიან კარგი და ძალიან მიხარია, რომ ესეთი წარმატებულები ხართ. ქალბატონო, გადმოვინაცვლებ ახლა თქვენთან კითხვით, რადიოლოგიური სამსახური ვახსენე. თქვენი კლინიკაში მე რამდენადაც ვიცი, აღჭურვილია აბსოლუტურად ყველანაირი რადიოლოგიური კვლევის სამსახური, რაც ყოველ შემთხვევაში ჭირდება თქვენს კლინიკას და მაყურებელს რომ განვმარტოთ, ავუხსნათ რა არის რადიოლოგიური სამსახური, რა სახის აპარატი გაქვთ და რა სახის კვლევები ტარდება თქვენთან კლინიკაში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. პირიქით. რაც შეეხება ჩვენ კლინიკას და ჩვენ რადიოლოგიურ სამსახურს, როგორც აღნიშნე, ჩვენ კლინიკაში არის თითქმის ყველა ის თანამედროვე აპარატურა, რაც დღევანდელ რეალობაში შეესაბამება, დაწყებული რენტგენოლოგიის კაბინეტიდან, გვაქვს კომპიუტერული ტომოგრაფიის კაბინეტი და 2016 წლის ივნისიდან უკვე ფუნქციონირებს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რაც ქვემო ქართლში ნამდვილად ინოვაციაა და ძალიან დიდი სიახლეა. რაც შეეხება ახლა თვითონ აი ამ თანამედროვე, ძალიან მაღალ ინფორმაციულ და მაღალ ტექნოლოგიურ კვლევებს, როგორიც არის მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია. ორი სიტყვით რომ მოვიცვათ ეს კვლევები ძალიან მოკლედ, კომპიუტერული ტომოგრაფია ეს არის რენტგენის სხივებზე დაფუძნებული გამოკვლევა, როდესაც დასხივებით ხდება გარკვეული არის შრეობრივი გამოსახულების მიღება, ხოლო მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ეს არის კვლევა, რომელიც დაფუძნებულია წყალბადის ატომბირთვისაგან მიღებულ ინფორმაციაზე. კერძოდ, ამ მაგნიტურ-რეზონანსის გათვალისწინებით ხდება ორგანიზმში არსებული ამ წყალბადის ატომბირთვების აგზნება, რაც უკან გვიბრუნდება სიგნალების სახით. და შემდეგ ეს სიგნალი უკვე კომპიუტერული დამუშავებით გვაძლევს გარკვეულ გამოსახულებას. ამ მხრივ მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა სრულად უსაფრთხო არის ორგანიზმისთვის, რადგანაც განსხვავებით კომპიუტერული ტომოგრაფიისაგან არ არის დამოკიდებული და არ მოვიხმართ ამ დროს რენტგენის სხივს, რომელიც იგივე მაინუზირებელი გამოსხივაა, თუმცა თანამედროვე კომპიუტერული ტომოგრაფიები უკვე აღჭურვილია ისეთნაირად, რომ მაქსიმალურად მინიმუმამდე არის დაყვანილი ამ დროს საფრთხეები, რა თქმა უნდა. რაც შეეხება ახლა როდის გამოიყენება კომპიუტერული ტომოგრაფია, დიახ და როდის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ნებისმიერ გამოკვლევას ნიშნავს ექიმი. დიახ. არის ჩვენ კლინიკაში, რა თქმა უნდა, ვემსახურებით როგორც ამბულატორიულ პაციენტებს, ასევე ძირითადი ნაწილი ჩვენთან მაინც სტაციონარია, მაგრამ ამბულატორიულ პაციენტები თვითნებურად ითხოვენ ძალიან ხშირად კომპიუტერულ ტომოგრაფიულ კვლევას. შესაძლებელია, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ პაციენტებს ყოველთვის ვუხსნით, რომ ეს კვლევა აუცილებლად მერე მიდის ექიმამდე. ამიტომ ჯობია პირიქით დავიწყოთ, ჯერ აუცილებლად მივმართოთ მკურნალ ექიმს, კონსულტაცია ავიღოთ ექიმისგან, რადგან გადაწყვეტა რომელი კვლევაა საჭირო და რომელი ინფორმაციული არის გარკვეული დაავადების დროს, ამას წყვიტავს მკურნალი ექიმი. აქედან გამომდინარე, მერე უკვე მოგმართავენ ჩვენ და ხდება. განსხვავება რა არის ახლა ამ ორ კვლევას შორის? კომპიუტერული ტომოგრაფია არის ძალიან სწრაფი კვლევა.
ამიტომ თუ დავაკვირდებით აბსოლუტურად ყველგან სადაც სასწრაფო დახმარებაზე, урგენტულ პაციენტებზეა საუბარი, ყველა ასეთი დაწესებულება აღჭურვილია კომპიუტერული ტომოგრაფიით, რადგანაც მწვავე შემთხვევები ძირითადად ყოველთვის დიაგნოსტირება ხდება კომპიუტერული ტომოგრაფიით. მაგალითად მოვიყვან ჰემორაგიული ინსულტები, ტრავმული დაზიანებები, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ დროს კომპიუტერულ ტომოგრაფიას. რაც შეეხება მაგნიტურ რეზონანსს, ეს უფრო ნატიფი და ძალიან არაურგენტულ პაციენტებზე გავთვლილი კვლევა არის, რომელიც დროშიც უფრო ხანგრძლივია და იძლევა უფრო ნატიფ და ძალიან ზუსტ ინფორმაციას. ამიტომ ეს არის უფრო ესეთი დაგეგმილ პაციენტებზე გავთვლილი გეგმიური კვლევა, თუმცა არის დაავადება მწვავე ინსულტების, იშემიური ხასიათის ინსულტების დროს, როდესაც მის DVI რეჟიმს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დიაგნოზის დასვრის თვალსაზრისით. ანუ აქაც ისევ და ისევ მივდივართ იქ, რომ ხელმძღვანელობს კვლევებს ექიმი, რა თქმა უნდა, რა დონის, რა დროს და რა სახის კვლევა ჭირდება. ამიტომ ეს ისეთი კვლევებია, რომ აქ ჩვენ ვერ გვხელმძღვანელებს პაციენტი და ვერ გვდირიჟორებს ნამდვილად. მასე არის, თუმცა არიან ისეთი ჯიუტი პაციენტები, რომლებიც მოითხოვენ კატეგორიულად მოითხოვენ კვლევას, რაზეც ჩვენ უარს უბრალოდ ვერ ვეთქვით. ქალბატონ ნინო, ჩვენ თქვით ჩვენებებზე, უკუჩვენება თუ აქვს და ამ კვლევებს, იმიტომ რომ ხა თქვენ ასე თუ ისე მაინც ახსენეთ დასხივება, არის თუ არა უკუჩვენება, არის თუ არა ასაკობრივი გათვალისწინება და ასაკთან დაკავშირებით შეზღუდვა არ აქვს არც ერთ კვლევას, არც კომპიუტერულ ტომოგრაფიას, არც მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას. როგორც აღნიშნეთ, უბრალოდ კომპიუტერული ტომოგრაფია დაფუძნებულია რენტგენის სხივებზე. ამიტომ აქ გარკვეული შეზღუდვები არის ორსულობასთან დაკავშირებით. პირველი ტრიმესტრი ეს არის პერიოდი, რომელიც სარისკო არის ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც, განსაკუთრებით ძალიან ძლიერი მაგნიტის შემთხვევაში, სამტესლიანი და ძლიერი მაგნიტების შემთხვევაში, იქაც თუ არ არის, რა თქმა უნდა, სასიცოცხლო ჩვენება და მეტი გზა თუ არ არის, ჯობია თავი შევიგავოთ. და ისეთი სხვა რაიმე უკუჩვენება კომპიუტერულ ტომოგრაფიას არ აქვს. რაც შეეხება მაგნიტს, ძალიან სახიფათო არის, როდესაც არის კარდიოსტიმულატორით ჩანერგილი ასეთი პაციენტები, რადგან შეიძლება ამ მაგნიტურ ბაველმა უბრალოდ წყობრიდან გამოიყვანოს ეს აპარატი და გარკვეული, რა თქმა უნდა, პრობლემების შექმნას. ასევე მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ისე უკუჩვენება იმპლანტი, მეტალის იმპლანტი, თუმცა აქაც დასაშვები არის, რომ გარკვეული დროის გავლის შემდეგ უკვე ნებადართული არის იმის გათვალისწინებით რა იმპლანტი ჩადგმული, რა თქმა უნდა, გაკეთდეს, მაგრამ ახლა თუ ძალიან მცირე დროა გასული უკუნაჩვენებია. ანუ აუცილებლად პაციენტმა უნდა დააფიქსიროს. ძალიან დიდი სიფრთხილით უდგებით ამ დროს პაციენტს განსაკუთრებით მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის დროს. ჩვენ გვაქვს სპეციალური ბლანკები, სპეციალური, სადაც ივსება პაციენტის მონაცემები, მთელი სიცოცხლის განმავლობაში რა ოპერაცია აქვს, აბსოლუტურად დეტალურად არის აღწერილი, ხელმოწერით ასე ვთქვათ და დასტურდება ეს, რომ არ იყოს შემდგომი რამე გართულებები. იმიტომ რომ ამ დროს ძალიან ბევრი ისეთი რამე აღმოგვიჩენია, რაც წინააღმდეგობაში მოსულა კვლევასთან და შეგვიწყვეტია კვლევა საერთოდ არ დაგვიწყია. ქალბატონო, აქვე არ შემიძლია არ შეგეკითხოთ თქვენთან ამბულატორიული და სტაციონარის და რა პაციენტები ხდებიან. ანუ ეს პაციენტები სტაციონარი, რომელზეც არის ახლა საუბარი, ისინი აბსოლუტურად უყოლა დარწმუნებული ვარ საყოველთაოდ ჯანდაცვის დაზღვევით სარგებლობენ და არის ამბულატორიული პაციენტები. ასევე თუ არის, თქვათ, აი ამბულატორიული მომართვიანობა, სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიები აფინანსებენ თუ აი თუ არის, თქვათ, ეს საშუალება. კინეული თემა არის ეს ჩვენთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ეს კვლევები არის ძალიან ძვირად ღირებული კვლევები არის თავიანთ ფასთან გამომდინარე. და სამწუხაროდ გვიწევს ხოლმე ძალიან ხშირად ესე უარის თქმა იმის გამო, რომ პაციენტს არ აქვს. თუმცა ძალიან კარგი პრეცედენტები არის და ძალიან ხშირი არის მერიის მხრიდან თანადგომა და რა თქმა უნდა, კერძო სადაზღვევო კომპანიებიდანაც ნამდვილად. ქალბატონო, სიახლეები რამდენადაც ვიცი არის თქვენს კლინიკაში, თუ შეიძლება ორი სიტყვით ამაზეც და ძალიან კარგი სიახლე გვაქვს. უკვე შეძენილი არის 64 ხშირიანი კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი, რაც არ არის ხშირი არა მარტო რუსთავის და ქვემო ქაში, თბილისშიც კი არის ერთეულები. მე ხა ძალიან მოკლედ ვიტყვი, რატო გვიხარია ასე ძალიან ამ აპარატის შეძენა, რომელიც დაახლოებით მაისის თვიდან გეგმავთ, რომ ფუნქციონირებას დაიწყებს, დაუმუშავდებით.
რაც უფრო შრების რაოდენობა მეტია, მით ნაკლებია დასხივების დოზა. და შესაბამისად ეს არის პრინციპი, რომ არ ავნო პაციენტს. ამიტომ ძალიან მოხარულები ვართ და ველოდებით მოკლედ მაგდროს დადგომას და სიახლეებს, რომ ისევ ჩვენი პაციენტებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის იყვნენ კმაყოფილები. ძალიან დიდი მადლობას მოგახსენებთ. ძალიან საინტერესო საუბრისთვის, ძალიან მაყურებლისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებისთვის. დიდ მადლობას პაციენტების სიჯამთელეს გისურვებთ. დიდი მადლობა. მადლობა. ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა. მე მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით, იჯამთელი.